ეკონომიკის შესახებ აგერუკო მეორედ საუბრისას ბარაკ ობამა მანამდე წამოჭრილ თემებს დაუბრუნდა. ამჯერად ოჰაიოში ამერიკის პრეზიდენტმა წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც სამუშაო ადგილების შექმნის ხელის შემწყობი ინვესტიცია გადასახადებისგან თავისუფლდება. გადასახადების შემსუბუქების ნაცვლად, რაც ინვესტორების მიერ სამუშაო ადგილების შექმნას აქეზებს, მე უფრო გულუხვი შემოთავაზება მაქვს გადასახადების გახანგრძლივების სახით იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მაგალითად აქ ოჰაიოში კვლევით და ინოვაციურ სამუშაოს ეწევიან. ამას გარდა მიუხედავად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 50 მილიარდი დოლარის დახარჯვის შემოთავაზებისა, ინიციატივები გარდამტეხ გავლენას ვერ მოახდენენ, თვლის ეკონომისტი მარკ ზანდი. ვფიქრობ, ეს ინიციატივა შედეგს იმ შემთხვევაში გამოიღებს, თუ მალე გატარდება. სხვა შემთხვევაში არა. სავარაუდოდ მომავალი 12 თვის მანძილზე სამუშაო ადგილების რაოდენობას დიდად ვერ გაიზრდება. რესპუბლიკელები პრეზიდენტის ეკონომიკური ინიციატივებს თავიდანვე ეწინააღმდეგებოდნენ იმ მოტივით, რომ ქვეყანას ეკონომიკური გაჯანსაღებისთვის უზარმაზარი თანხების დახარჯვის უფლება არ აქვს. ტელეკომპანია ABC-სთან საუბრისას პარტიის ლიდერმა ჯონ ბოენერმა განაცხადა. ეკონომიკას ვერ ააყვავებ, თუ კი გადასახადებს უზრდი იმ ადამიანებს, ვისგანაც ინვესტირებას და სამუშაო ადგილების მოძებნას მოელი იმისათვის, რომ ეს თანხები შენივე ეკონომიკას დაუბრუნდეს. მაგრამ თავის მხრივ პრეზიდენტმა ობამამ რესპუბლიკელების არგუმენტები გააქილიკა პოლიტიკა, რომელიც მილიონერებისთვის გადასახადებისა და კანონების გაუქმებას ითხოვს. რესპუბლიკელები იმეორებენ, რომ მათ დეფიციტისთვის თავის არიდება სურთ. მათ უნდათ, რომ ჩვენ მომავალი 10 წლის მანძილზე 700 მილიარდი დოლარი ვისესხოთ და ასობით 1000 დოლარის გადასახადი მოუხსნათ იმ ხალხს, ვინც უკვე მილიონერია. კონგრესის ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკელები მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე დგანან, დაუბრუნდნენ წარსულს, თუ ქვეყანა წინ განვითარების გზას დაადგეს. სამწუხაროდ პრეზიდენტისთვის საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი კვლევების შედეგების მიხედვით ამერიკელების უმრავლესობა სჯერა, რომ ქვეყანა წინ სწრაფი ტემპით არ მიიწევს. ირინა ცერცვაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.